თოფურიას გზავნილი ჯასტინ გეიჯს. რას ამბობს ხაბიბი მერაბ დვალიშვილზე და შესანიშნავ ფორმაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ UFC 324-ით, სადაც ორი წონის ქართული ჩემპიონის ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე გაირკვა და ის ჯასტინ გეიჯია. მან მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონობა პედი პიმბლეტთან დაპირისპირებაში მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ილიასთან დაპირისპირება განსაკუთრებით პედი სურდა და ეს პოტენციურად უდიდესი ბრძოლაც უნდა ყოფილიყო. თუმცა ის 37 წლის მოწინააღმდეგემ საგრძნობლად დაჩაქრა. ამ შედეგს, რა თქმა უნდა, ილია თოფურია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პატარა სოსისო, ერთადერთი რაც უნდა გაგეკეთებინა 38 წლის კაცის დამარცხება იყო. შენ ახლა დაკარგე შენი ცხოვრების ყველაზე დიდი ჰონორარი. გამარჯვების შემთხვევაში გამდიდრდებოდი. ჯასტინ, რა შემიძლია გითხრა? გილოცავ. ასევე მინდა გითხრა, რომ მოემზადო, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, შარში ხარ. შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით თოფური ახლა სწორედ გეიჯის დაუპირისპირდება და ეს ბრძოლა სავარაუდოდ აპრილი-ივნისის მონაკვეთში უნდა ვიხილოთ. მერაბ დვალიშვილთან ორი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ შონომალი სონგი იადონგს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ ომალიმ მერაბის მიმართ პატივისცემა გამოხატა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კამარზე ბრძოლამ მასაც სურს. თუმცა დიდი ალბათობით მას ამ ეტაპზე ეს არ გამოუვა, რადგან კამარზე მომდევნო ბრძოლა დვალიშვილსა და იან შორის შედგება. ქართული რევანშს ნამდვილად იმსახურებს და მას არაერთი ყოფილი თუ მოქმედი მებრძოლი აღნიშნავს, მათ შორის ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც ამ ბრძოლის პროგნოზიც გააკეთა. არ შეიძლება მერაბის დამსახურებები უბრალოდ გადააგდო. მერაბმა ზედიზედ 14 ბრძოლა მოიგო. კამარს იცავდა და ის, რაც მერაბმა გააკეთა, ჯერ ოქტომბერში იჩხუბა, მერე ეგრევე დეკემბერში. კომპანიის კაცი იყო ყოველთვის. როდესაც ორგანიზაციას თხოვდა, რომ ეჩხუბა, ის ყოველთვის ჩხუბობდა. ვიცი, რომ დეკემბერში მთავარი ბრძოლაზე პრობლემა ჰქონდათ. სჭირდებოდათ მებრძოლი, რომელიც კამარს დაიცავდა. კი, 57 კილოგრამში ბრძოლა იყო, მაგრამ 57 კილოგრამი ყოველთვის რამე კარგი ბრძოლით უნდა დაასხვიო. ის ფაქტი, რომ მერაბმა იჩხუბა, შესანიშნავია. ჩემი აზრით, მისი ჩამოწერა არ შეიძლება. მაჩმეიკერი რომ ვიყო, მერაბს რემატჩს მივცემდი, სადღაც აპრილ-მაისში. ხოლო უმარს და უმალს ვეტყოდი, რომ ორივე ერთ ტურნირზე ჩხუბობთ. ვინც უფრო დასამახსოვრებლად მოიგებს, ის იქნება შემდეგი. დაახლოებით ასე. ან უმარი და ომალი ერთმანეთს შეგიძლია შეახვედრო, მაგრამ ამას არ ვიზამდი. ჯერ მერაბმა და პიოტრმა იჩხუბონ. უმარი და ომალი ორივე თუ გაიმარჯვებენ, ერთ-ერთს კამარზე ბრძოლას მივცემდი. მეორეს კი ნელ-ნელა მივიყვანდი. რასაჭიროა ყველა ბანკო ერთად დაწვა. თქვათ, უმარმა ომალი დაამარცხა, ან ომალმა უმარი. ყველა შემთხვევაში ერთ ვარსკვლავს კარგავთ. თუ როგორც პრომოუტერს მეკითხებით და არა როგორც ძმას, ყველას ერთმანეთს არ დავაჯახებდი, მაგრამ უპირობოდ მერაბს ახლა რემატჩს მივცემდი. რაც შეეხება პროგნოზს, ბოლო ბრძოლამდე მეგონა, რომ მერაბი მოიგებდა, მაგრამ პიოტრმა ყველა გააკვირვა. ახლა ვფიქრობ, რომ ტრილოგიაში პიოტრი გაიმარჯვებს. ვფიქრობ, მომდევნო ბრძოლაში პიოტრი კიდევ უფრო თავდაჯერებული იქნება. ამ ბრძოლამ თავდაჯერებულობა მისცა. ასეც სამმხრივად თქმაც რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, შემდეგ ბრძოლას პიოტრი წაიღებს. ხაბიბისგან სხვა პროგნოზს ალბათ არც არავინ ელოდა, თუმცა რა თქმა უნდა, ყველას გვჯერა, რომ ამ ტრილოგიაში მერაბი შეძლებს კამრის დაფრუნებას და იმედია, რომ ამ ბრძოლას ძალიან მალე ვნახავთ. ახლა კი ფუტსალი, სადაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა. ჩვენი ბიჭები მეორე ტურში ხორვატიას დაუპირისპირდნენ და ფრედ 2-2 ითამაშეს. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ხორვატები დომინირებდნენ, თუმცა ჩვენი მეკარის შესანიშნავი თამაშის გამო გამარჯვება ვერ მოიპოვეს. ჩვენი ნაკრების ფერეიდნელ მეკარეს ალი ასლანს ამ შეხვედრაში 33 სეივი ჰქონდა. მან შეხვედრის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე პენალტიც მოიგერია. შესაბამისად ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც არსებობს. შემდეგ ტურში საქართველოს საფრანგეთს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 28 იანვარს 8:30-ზე დაიწყება. წარმატებები და ჯგუფიდან გასვლა უსურვოთ ჩვენს ბიჭებს. ახლა კი ფეხბურთი და ესპანეთი, სადაც გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი მადრიდის რეალს დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა. 25 წლის ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა. ამ დროში კი მისი გუნდის დახმარება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, როგორც ქართველს, ასევე მთელ გუნდს ცუდი თამაში ჰქონდა. ვილიარეალი ლა ლიგის მომდევნო შეხვედრაში 31 იანვარს ოსასუნას დაუპირისპირდება, თუმცა მანამდე 29 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე ლევერკუსენს ესტუმრება. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა კი საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში ოსერთან დაძაბულ ბრძოლაში ბრედლი ბარკოლას გოლით მოიგო. ქართველმა, რომელმაც შეუსულად ითამაშა, საკმაოდ აქტიური იყო. უფრო მეტიც, გატანილი ერთადერთი გოლიც მისი შესანიშნავი პასით დაწყებულ შეტევას მოჰყვა. კვარაცხელიას საოცრად კარგი გოლიც გაქონდა, თუმცა მისი დარტყმული მცველებმა დაბლოკეს. ამ შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.
მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ვინაიდან 3 დღის წინ პორტუგალიაში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ. თავარია რომ ლანსეზე წოლას ვახორციელებდით. რთული იყო. შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში თავდაჯერებულობა და სიზუსტე გვაკლდა, რამაც საქმე გაგვირთულა. როდესაც მეტოქეზე უკეთ თამაშობ, მაგრამ ვერ იგებ, ეს შენს თავდაჯერებულობაზე უარყოფითად მოქმედებს. პირველ 15 წუთში არაერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ. ოსერი თავს კარგად იცავდა. შემდეგ კი შეხვედრაზე კონტროლი დავკარგეთ. მოსამატებელი გვაქვს, ვინაიდან წინ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის. დღესაც რომ ისევ არ გაგმართლდებოდა როგორც პორტუგალიაში, ამ შეხვედრასაც წავაგებდით. ფეხბურთელები რობოტები არ არიან. დღეს პასების დროს სიზუსტე გვაკლდა, რაც გამოსწორებადია. თავდაჯერებულობას ვერ იყიდი. ის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა შეტევებს გოლით ამთავრებ. ნიუკასლთან შეხვედრას რაც შეეხება, მშვიდად ვარ, რადგან პარკ დე პრენსზე კარგ შეხვედრას ჩავატარებთ. დომინირება და გამარჯვება გსურს. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ ლიგა 1-ში 45 გულით პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 28 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე ნიუკასლის წინააღმდეგ გამართავს. რა შედეგით დამთავრდება ეს დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი NBA, სადაც სანდრო მამუკელაშვილი შესანიშნავ ფორმაშია. ამჯერად ქართველის ტორონტო რეპტორსმა პორტლენდი 100-98 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი უდიდესი წვლილი მამუკელაშვილმა შეიტანა. სანდრომ 35 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მამუკელაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში ჩააგდო 22 ქულა. ბოლო გამარჯვების შემდეგ ქართველმა მედიასთან მოკლე კომენტარიც გააკეთა მის წარმატებულ პერიოდზე. ჩემი სროლების დროს ძალიან თავდაჯერებული ვარ და ნებისმიერ ეპიზოდში ყოველთვის ვენდობი საკუთარ თავს. შემდეგ კი არის შესაძლებლობები. ბიჭები ყოველთვის მპოულობენ და პასებით მამარაგებენ. გუნდელები ყოველთვის საუბრობთ კალათბურთზე. თუ როგორ უნდა გავხდეთ უფრო უკეთესები და როცა ასეთი გუნდის წევრი ხარ, ერთმანეთს შესაძლებლობებს უზიარებთ. ეს მთავარი რამაა. როცა გყავს გუნდი, რომელსაც გამარჯვების სურვილი აქვს, რომელიც მოედნის მიღმა ახლო ურთიერთობებით გამოირჩევა. ეს ყველაფერი შემდეგ თამაშზეც აისახება. ჩვენ ყველას ყოველთვის ერთი მიზანი გვამოძრავებს. თავარია ვითამაშოთ ჩვენი თამაში და მწვრთნელის მითითებები კარგად შევასრულოთ და ამან საბოლოოდ შედეგიც გამოიღო. შეგახსენებთ, რომ ქართველის ტორონტო რეპტორსი 28 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 იანვარს ოკლაჰომას წინააღმდეგ გამართავს. ევროლიგაში კი მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ. ქართველის ბარსელონამ სტუმრად ლიონ ვილერბანი 98-91 დაამარცხა. 34 წლის ქართველმა 22 წუთსა და 47 წამში 22 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ევროლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და სატურნირო ცხელში მეოთხე პოზიციაზეა. ლიგაში მომდევნო შეხვედრას კატალონიელები 29 იანვარს სტუმრად ოლიმპიაკოსთან ჩაატარებენ. მანამდე კი 25 იანვარს ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე ტენერიფეს უმასპინძლებენ. ანუ წინ ქართველების დაპირისპირება გველის. ერთმანეთის პირისპირ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი იქნებიან. ბოლოს თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილვაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.